Salami ზებდებოდა მეჩქარება. ის არის. მოკლედ დღეს გვაქვს ფასების კომისია. ვიღაცაებმა დამიწერს, რომ შენ ნაგაო, შენ რა გიჭირსო, ყველაფერს ყიდულობო და არაფრის ფასი არ იციო, შეიძლება არ დაეწერათ, მაგრამ ამ სიტუაციას მოუხდა. ამიტომ აშიკომა მოიტანა დღესა ყოველდღიური გამოყენების პროდუქტები, რომლის ფასებიც უნდა გამოვიცნო მე, რა ღირს. ეს როსო ამხილავისა რა, ამას უეჭვენ სახსტავია. მიყვარს ის, რაც გენ წავიღო, ჩუჩუჩუს წავიღო. პრეზიდენტი, ოუ, ჩემი დედა. ოპა, კარაკი, ძმაო. ნამდვილი ბუთელი. კიდე ეს რას გამოვიცნობ შენია, იმის ძები. არა, შენის 500-ლარი მომეცი, შენ ნაბდა და მე ეგეც და ეგეც. თქვი. მინდები რომ აქ 500-ლარს დავხარჯავ აგროჰაბში. წესები არის მარტივი. უნდა ავიღო პროდუქტი და გამოვიცნო რა ღირს ეს პროდუქტი. ჯამში არის 15 პროდუქტი. მე თუ გამოვიცნობ 5 პროდუქტის ფასს მაინც ლარის სხვაობით, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე გადმომეცემა 500 ლარი. თუ ავწდები 20 ლარით, ერთი ხულა დამაკლდება. მაგრამ რა თუ ავწდ, მაგრამ აი ყველაზე შეიძლება ავწდე, მაგრამ თუ ქვეშა წერია ფასი, ეს არ არის ჯონსონს ბეიბი. თუ წაადი ამ თამაშში. 500 ლარი ხო გავათამაშოთ კომენტარებში. კომენტარებში გავათამაშებთ 500 ლარს. თუ წაადი. თუ წავაგე. მაგრამ დიდი იმედი ნუ გექნებათ მაგის გამო ნუ ჩარტავთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ძიამ დაიწყო. შტოშის ჭირი რა არის ბიჭო? რა არის შტოშის ჭირი? გავსინჯო? თუ გავსინჯე სახში რაღაც წავიდე. ეს ის არის კოწახური არის. შტოში არის, შტოშია. ესა 5 ლარი ეღირებოდა ბიჭო, ეხა ჩემი აჩიკო, მიყურეთ ან არა, ტყუილ შენი მეტი არ მაქვს, მაგრამ ოსთან რო გილაპარაკები, ზრდილობა იქონე და მიყურე. ესა 5 ლარზე მეტი. არა. სიგიჟე 6. როგორ ვქნა, სიმერე რა. შენ იცნობ კარგად რა. ფას რო იტყვი დააფიქსებ, არში. ეგ პასი არის, კარგი. მაშინ დავფიქრდები ამის ფასზე, ჩემი ლარი ცოტა არის, 2 ლარი მაინც მოგეცა რა. სულ რაღაც 5 წელი უნდა მოვიდა. გავიგე, მაგრამ 9. სწორი პასუხია 15 და 75. გადადე. მარცხნივ. ვაუ, 15 და 75 რა ამბავი არის მაგის დედა ჩირში რა. ეს არის EDK-ს წვენი. ო, ეს არის multifunction. აუ, ესა 6 ლარი არის. ნეტა ესა ცუდია თუ კაი არის? თან დამოვადო რაღაცა. დისექტაფტი გრაფეფრუტ EDK ჰანზუშკე, თურქული არის. ესა იაფი უნდა გიდეს. 10 ლარი არ მიყვარს ეს წვენები, მაგრამ ჰა. ესა აჩკო მე ვფიქრობ რომ 12 ლარი უნდა ღირდეს ეს. ლიტრი წვენი 12 ლარი, 13, 14. 7 ლარი თუ 8 ლარი, 9 ლარი. 9 ლარი. 9 ლარი? ხო, 12. ბიჭო, მე მგონი 2010 წლის ფასებს მეუბნები ხა შენ და? რატო? 17 და 95. რა შეყვარ გამოყდი შეჩემა. 19 ლარი. ამის დედას ვაფშე არ დავიდა. 18 ლარი, რანაირად დღეს, ბიჭო. აჩიკომ 18 ლარი, ლიტრი წვენი 18 ლარი. აუ, კაი ძმა. აუ, ჩემი კაკი. რძიანი პური? იფხლი დიღომიო. აუ, რა რძიანი პური რაღა, ჩალბობილია. რძიანი პურის ფასი იქნება 4 და 50. ხო. 2 და 75. გადადე. სამონელო. შვიდიო, ვაუ. ბიჭო, ეს ღირს 32 და 24 ლარი და რომელი არის? კაროჩე 34 და 24. ფასდაკლების გარეშე ის 27 და 95. ფასდაკლები დღეს 19 და 95. გადადე იქით. ქართული ჩაი. 10 ლარი. 10.
ქართულში ეს 4 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს რა. 100 არის 16 და 75. ბიჭო რა, როდის გაძვიდა შეჭე? მე ბაზარში ვყიდულობ. მინდენა რა. აი, ლარი ძალიან ცოტა იყო თმაო. ჩუპაჩუპსი. თითო ორი ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9. აი ეს ჩუპაჩუპსი რა უნდა ღირდეს ახლა? 12 ლარი. მეტი? 12. ჩუპაჩუპსის ის კონფეტი ღირს ხო 2 ლარი. 50 თეთრი. რა ღირს 50 თეთრი? აუ ეს ჩემზე უარეს დროშია ჩარჩენილი 50 კაპიკი სადაღირს შეჩება რამე ანუ ტიპმა გამოუშვა რაღაც და 50 თეთრად ყიდის აი 10 არის აი ხა მაინც დავთ 10 სწორი პასუხია 4 და 15. 4 ლარი და 15. ესე იგი თურქული არ არის ნამდვილი შეჩება აუ თურქული ყოფილა შეჩება რუსული ყობა რაღაცა 2 ლიტრა ნახევარი კაროჩე, ფასდაკლებით იყიდა 12. 11.50. ლუდის ფასი არის 11.50. 13. 15 და 75. გააჩ, ამას შემაშლევინა რა. ჯვე ეგრე მახსოვს. აი რატომ მეუბნება რა? 1 2 3 4 5 400 გამოვიწო მე ჩემ გამოვიწო, აღარ გამოვიწო და ეგ იქნება. კოპლივას ზეთი, კორნოილი, ლიტრი 15. 18 უნდა. 15 და 75. აი შეყო შენა. 1 come back. ესა ჰიმალაის მთების მარილი რატომ მოიტანე ჩვეულებრივი მოგეტანაჟ. 10 ლარი 10 თუ რაღაცა ღირს. აი ეს მოიმე. ყველი ყველავარიანში შეღირება ისე. არა, ყველი ძვირიღის მართლა გეუბნები. ყველი მინიმუმ არ ვიცი რა იმ დღეს ნახევარი ნაგლეჯი ვიყიდე 20 ლარად შეჩება. აი ნახევარი ნაგლეჯი. აი ესეთი რაღაცა, ხო, ნაგლეჯი სადაც ის არის. 30 ან 40. რამდენი? კილოში ეს კილოზე მეტი არის. ბაზარში ეს მაღაზიის ეს სად იყიდე ის მაინც მითხარი. გუდულში მიდე. გეთქვა შეჩემა გუდვილის ფასებს თუ მეუბნეოდი რა. 40 ლარი. 40? ხო. რა 40 და 40 და ცოტა. გუდვილის ფასები გეთქვა მართლა კი ეხ ამაზე შეჭრა მეგონა ის იყო ვასილა კი არა და ვისი არის აუ გეთქვა რა ეს სად იყიდე აი ეს ბიჭო პროდუქტი არის ხან აქციაში ხომ და ლარი ღირს და ხან 40 ლარი და ეს აქციაში ღირს ხომ 13 ლარი რა თითო ღირს ეგ არის ყო 12 13 ლარი ღირს ხომ 13 და 50 13 და 50 ჯანსადი ყובה מחר ეგეთი არ ღირს მაგის ფასი არის 19 25 და 75. რა რა 3 და 50 ბიჭო აქციაში თქო ეგ მე რატომ მეუბნე გააჯმენე თავიდან ვიტყვი 25 ლარი ღირს მინიმუმ რა თავიდან ვიტყვი 25 ლარი ღირს გააჯვი არაფერი აღარ მითხრა ორი გამამაზია ის მას ვიცოდი რა ესა 9 ლარი ღირს რა ბარილასი 10 და რაღაცა შეიძლება უფრო ის იყოს შეჩემა კაროჩე მაგის დედას 4 ლარი 4 აი 4 და 50 4 და 80 თქვი 5 ლარი აჰა 6 აი და ტაში დაუკარეთ ხარ 6 ტაშია всё ხო არ წამოგევა თუ გადამოგიხდები 6 და 25 6 ვიძახდი და შენ ბიჭო რატომ კარნახობ ფასებს შარზე ხარ ან 4 ლარი ხო მითხარი აი ეს რატომ აი ეს აი 4 რატომ აჩვენ კარჩე გუდულს კაროჩე ორივე მიმენა კარგი სტრატი რა რამდენი გიყიდა 3 3-დან 2 ვახჩი ნუთელა 3-ად ყიდო ხო თუ არც გინახია რა ნუთელა ეს არის ნუთელა თან დიდი არის ეს ჩემი კარგი ეს არის 40 ლარი არ ეღირება ვითომა არა ხო და მაგას ხეს პროდუქტი გვაკლია აჩქო და აი ეს მაგის ფასიც არ გითხოვ და კიდევ ერთი ვარ ბუსაზოშინა კლიმალე შენი რა შემოჭედის ბიჭო დაგი ჰა გადაცემას წერ და დაგირეკავ რა
რაღაცა წერდის ისე. ეს 32. პროდუქტი დარჩა 2 უნდა გამოიცნო. 32, 23. აი ბიჭო, ეხა 33 წლიანი პროდუქცია, რანაირად გამოვიცნო რა. ჩვენი სპონსორია, რა თქმა უნდა, ბეცო სპორტი, რომელიც გვერდში დგას ჩვენი და ოდნავ მაღლა. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ეს კალაკი, ძლიერი კომპანიისგან გვაქვს საჩუქრად. მადლობა ბეცოსოს იმისთვის რომ ვარსებობთ ჩვენ და ამ არსებობაში გვეხმარება. ხალხი სერვისელდება საერთო გემის წრეებს არა, აჩიკო მე უნდა წარვადგინო ახალი პროდუქტი. მე ვანებებ სიგარეტს თავს მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, ეს არის დროზეს პირში ჩასადებები. აჩიკოს ჩაუდე პირში და არ მოეწონა, თან ეწეოდა. ბოზდიში თან ესედო, თან ეწეოდა. აი მეორე შანსი მოგვიყვება. რამდენი ხანი უნდა დავაწყო რამე აქვს? არა, აღარ მოწია, აი ჩაიდე და გქონდეს. 3 წუთი მაქსიმუმ. 3 წუთია, არის 8-იანი და 12-იანი ნიკოტინი, სხვა გემოებია. ევრო პროდუქტში და პოდსის მაღაზიებში იყიდება მარტო. მაგის ფასი თუ გამოვიცნო, მე აბა. შენი ცილა. მიდი აბა. იცი ფასი? ხო. 500 500 მე ფეგრება. მაგის ფასი იქნება. წარმოიდგინე დასანებებელი პროდუქტი არის. მაშინ თუ ვერ გამოიცან მე მეთვლება ერთი. 15 ლარი. 9.50 მე მგონი. არა, 9 ანათიღის რა. 9 ანათი არის. არა, 10 შეჭება, წააგე. ერთი ხულა მე. დღეში ერთი უნდა ხარ თუ როგორ შეიძლება? როცა მოგინდება რა, აი 3 საათში ერთხელ შეიძლება მოგინდეს, მაგრამ შენ რავი 2 დღეს ეწევდი ერთად თან ამას და თან 2 დღეს და აუც მე ვტესტავ რა, ჯერჯერობით ვტესტავ და ის არის. ყველაზე ძალიან აი ლობიოს რო შევჭამ ერთ ქვაფსა. მე ხო აი უეჭველი გინდა ესა და აი ამას ვიდებ. ვერ იგებ რა, აი კალმისტარი მიჭირავს ხოლმე მე იმას ვაკეთებ. აი ხუნა ჩაიდა ამაში. მოიცეცოთ. 32 დროზე კი არა, დროზე თუ კაია. 32 ნუთელა. აი აჩიკო, რამდენად იყიდი შენა მაგალითად. 32 წელს მიცემდი. 33, 2-3 არის. ბიჭო, აი ეგრე მახსოვს რა. თან ალექსანდრეს სუენატრება და სულ ვერ ვყიდულობ ხოლმე იმის გამო რომ ძვირი ყის. უჩვენია რომ ფული მივცე და თვითონ იყიდოს. 33. 34. სწორი ფასია 30 და 80. არა, არ გეუბნეოდი 32 წელზე მეტი ეგრება არ ეგრება. ხო და აი ეს არ აღის, ეხლა ვიღაცამ შეიძლება დღეს აქვს ესა ნაყიდი იქა, რო გვიყურებს და აი ეს ჯერა რა არის, ამის დედა ეს არის ისა. არა, ეს არის ტრანსფორმერების კიტრი. იმენა აი. უფ. ნორმალური. პატარა კიტრი რაღაც. 8 ლარი. მარნეულია ეგეც მაგას. იაფიანია. შენ დაგაფრინოს. ზვირიანია? 16-17 ლარი ბიჭო, ბანკა 3 ლარი, 13 ლარი, 13.4. ამხელა რაღაცა 13.80 რატო ეწერებოდა? 18 და 20. 17 აი ეგრე რა. ხوار დავფიქრე, ეს 15 რა. ბოლო შანსი. ზევით ავიდე. არა, უკან მოვდივარ. ბოლო შანსია. არა, მითხარი, აი ესე. ბოლო შანსია, ყველა პასუხს ჩაგიქნა. ეხლა რა. ზევით 20 ლარზე მეტი ღირს ბიჭო, კარაქია, ეს დედა მო არა, პროსტა მითხარ, ფასებებს კი მე ძალიან ბევრი მომივიდა აჩიკო. აუ ეხა 22 400 ამაზე გამო 13. არა, მეწამი, კაცო. მე ანუ ფიქრობდი რა. ჩაიჯო, ეს ბიჭო მაცალე სამფას ხომ მოცა, ვიტყვი სამფას მაშინ. სამფასი თქვა, ხო? 17, 20 და 22. მიდი აბა შუაში გააძრუნე სადმე შენაბოზა. სწორი პასუხია 28. 20. ოპა. ხო. არა, უყურეთ ამას, ბიჭო. აქ ბზობა და პროჭობა ერთად არის არეული, ბიჭო. აქ შეუნდა განსაზღვრო, აჩიკო. გიორგი კალატოზმა დაიწყო, დაინახა რომ გეიმინგ სფერო რო ააყვავა, ამ აყვავებულზე მე ხო შევედი და 10000 კაცი რომ მიყურებდა.
თვითონაც მოუნდა და ფეხბურთის თამაში დაიწყო. და იმ დღეს ვთხოვე რომ გიომეთკი გეხვეწებით ხო მეც მათამაშეთ ხო და გამაგდეს. არ მათამაშეს. აი უბანში რომ თქვენ არ გათამაშებდნენ, კალატოზი საყვარელი ბიჭი, არაო, რატომ უნდა გათამაშო, არ გასტრიმოო. არ ვიცი, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, მეგობრებო. მე მეუბნებოდი რომ გიო, ერთ-ერთი ითამაშე, ხალხი გიყურებს, საინტერესო იქნება, კონტენტს მოხვდაო, არ მინდაო ხის სახლიო თუ რაღაცა. არა, მეც ვაპირებდი ხო სტრიმის გაშვებას. და არაო, არ გასტრიმოო, FIFA-სიო. ერთხელ ვითამაშებ, გთხოვ მეთქი და არაო. და კიდე მირეკავს ხოლმე რომ შაბათობას რატო სტრიმაო. მოშაბათობას ნუ უთხრეო შენ სტრიმებს და რამდენჯერმე გამათიშინა კიდევაც. აი, ვცდილობ რომ ისეთ დღეებში დავამთხე რომ YouTube-ზე არავინ არ სტრიმავდეს და აი ხუთშაბათს მიწევს ხოლმე 6-ის 40 წუთზე არის რომ თავისუფალი დრო სულ მირეკავენ აქეთ-იქით და რომ გთხოვ არა. დროზე გათიშეთი იწყებენ ხოლმე და მე მეც ვცდილობ ხოლმე რომ ღამე გავსტრიმო და აღარ მივარგა არც თვალი, არც ნერვი, არც ზღვიზლი, არც პროჭი. ფიზიკურად ვერ ვახერხებ ღამე გასწრიმოს და იცოდეთ მეგობრებო, ვისი ბრალი არის ის რომ თქვენ ნორმალურ დროს ვერ უყურებთ სტრიმებს. იმ ხალხის ვინც ბნელი მხარეა YouTube-ის და სხვანაირად მართავენ ამ ყველაფერს. ვინა? სასტუმროების განხილვის გადაღებას. ვინა? არა? არ იცი ეგ? ვინ სასტუმროების გადა? ვინა ბიჭო? ვინ კობა? არ იცი ბიჭო? კობა ხა? აჰო, მითხრა, აი იმენაო, შენი დია მოგვაფიქრა თქვითო და. კობა ხა ბიჭო, მე მგონია რომ სარკესტა უნდა იხედებოდეს, არამც თუ YouTube-ზე უნდა ჩამდეს, მაგრამ რავი, ხო ხდებია რა. ხალხი ვერც მიხდა ვიზო ლაპარაკობ, არაფერი დაიკიდეთ. დათო, ერთი თვერო ტრაკი იწმინდო. არა, არის შეჩემო მაგის. რა არის შეჩემა? დათოს ტრაკი, აი. დიდი ფურცლები ჭირდება. არჩია ხო იცი აზერ გამოჩნდა თამილა. ეგ მეუბნება დღეს, ანუ იქაურე ზუგდიდელი არის, გაიგე და მოვიდა და ხვალჯომია რომ ზუგდიდი გადავიღოთ. მეგრელი ბიჭო, აი მეგრელი აქ თანამშრომელი ხო არის. დახედა ეგ გორი ვითარდება, ისეთებო და ზუგდიდში ის არის, გაიგე რა წიაზე უთხეს რომ რა კაია რომ გამოჩნდეთ, ეხა მივყევარ, მიმართრებ ზუგდიდში, რა გადავიღოთ მეთქი და რას ჩემი ბაღი არის ბიჭო არის. რას დაიჯერებს? ეგრე არ იყო ბიჭო. რა ის მეპატიჟებოდე? ბიჭო! სუფთა სისხლის მეგრელი არ არის ბიჭო. მე რანაირად შემომტენა. რაღაცის მეუბნება. იმენა ძმაო. მეგრელი რა. თავიდან მოვიდა. მეგრელი ხარ კი არა, ხაშურელი ვარ, მაგიტო ავიყვანე სამსახურში და მე რამდენჯერმე გაიქცა სკანგოლი ვარ კიდე მან მივხვდი ეგრევე. აქ მოიტანეს ხაჭაპური და ელარჯი მოიტანეს და ელარჯი ჭამა ამან. და მან მივხვდი რომ რაღაცა ნიტო იყო. იქ რო არის ეს სამსრვა ჩვენებს, ხო იცი? ხელი დაუკლი. არა, შედი, მან ფოკუსში არა. სკანგო არ ზოგადად. ეს ჩუპაჩუპსები გევასება? აუ, ზუგდიდში სადაყიდულობდი ხოლმე ჩუპაჩუპსა. კარაქს ხელი არ დაადო. როგორ არის ის ბიჭო? ერთი-ორი სიტყვა. სკანგო არ კი მაგრამ. გიმეჭარით არ სკანგო არ subscribe და ნაგალია მოდის ესე. ეგ რაღაცა აი ცხოვრობს სადღაც ბოლოში ცხოვრობს და ულამაზეს საკუთი ანუ დადიანების სასახლე არც უხსენებია იქ გადაღების დროს ჯერ ჩემი სასახლე გადავიღოთო და მე დადიანებიო ბიჭო აი მოიმე რა ეგოცენტრულები ხართ მეგრელები აჩა კაი კაცი ახლა იაიმ დააკარგინა სამსახური ორი კვირა არის მაგაზე დარდობს რა და დღეს დავითამ მოუხაზა პრემიერში დაშერებენო AI-სო და კაროჩე რა ტრაკის გამოსაწმენდი ერთთვის სამყოფი 2 კილომეტრიანი რულონი 12 ლარი ეღირება ბიჭო აუ არ მიყიდეს რა რაოდენობა მოიტანა პატარა ვიცი აი 16 ლარი კაროჩე ორი ფასი თქვა თუ ეხლა იმენ დაძრეული მაქვს არა 16 და 40 ანა ზარია ბიჭო რეები აქ უკვე ნასწავლი საიდან რეები აქ ნასწავლი ტაში არ დაუკარეს მე თქვა რომ მე დამეწყა ტაში და თავიდან მეთქვა ფასი და მაყურებელმა რომ მოიგოს? ვაა. ამაზე ვერ დასერე, ჩემ მოაუს ის არის. აუ რა არის? კაი, ხა მაყურების ის პოტენციალი. აზარია რა. ჩიტინგით მოგება. ხოდო? კაი, ერთ-ერთი ავე მითხარი მარტო. ვალუტის კურსს კითხავ და სწორი პასუხი გამეცი. 100 ლირა რამდენი ლარია? გამეცი პასუხი. ხომ აქ მაგის უფლება, ოღონდ შესნად გამეცი.
200 ლირა გამოდის 16 და 20. ხო. ბიჭო დავამატე ჩამოტანის ისინი საფასური. თორე ხო ეგ გამოდიოდა ფასი. 200 ლირა ეწერა. ხო და მე დავამატე ყველაფერს ესე იგი რა იაფად ყიდულობენ ოპტომა ჰედაო. არა. რა უნდა მიულოცოთ? შენა რა უნდა მიულოცოთ? მარილი. ეს არის ჰიმალაის მარილი. ხრეში მარილი რო იყოს, ხრეში მარილის ფასი ვიცი. დაახლოებით, მაგრამ აჩიკო მე არ მინდა რომ განერვიულო. რა? შანსი გემატება, იმიტომ რომ ფასდაკლებით იყო, ორივე ჩამი. ორივეს ფას ჩამიცვლი? ფასდაკლებით 10 ლარი ყველავანი შემთხვევა ხა ამას რო გითხარ რომ არ ემთხვევა თქო ის არის რა. აჩიკო ცალ-თვალი რო ჩამიკრა ფასზე არ შეგიძლია. აი ფასს გეტყვი და ცალ-თვალი რო ჩამიკრა პროსტა რა 50 ლარს მოგცემ. 10 ლარი მე ჩემო მაყურებელო მე მგონია რომ ამის თვალ, მაგრამ ორი ფასი მეცომა. მაგრამ ეს არის ჰიმალაის მარილი, ხრეში მარილი გახდა 16 ლარი ვითომ? ჩიკო, 16 ლარი? 17? 17? აი ხა მინდა ჩვეულებრივი მარილის ფასი რომ მან დარავწდე თქო რა. ჩვეულებრივი მარილი, რავი, 80 თეთრი ღირდა ხომე. ეხა ხო აღარ ეღირება 80 თეთრი. 1, 2, 3 ლარი. ეს 10 მგონია იმენა რა, აი 10 400 გრამი არის. კილო მარილი რა არის? ის არის კილო მარილი. 10 და 50. აუ ჩემი, ეხა იქიდან ეკრანიდან გამაზე შენაბზა რო გამაზე არის და ამდენ ხალხში. ხალხო, ეხა ვიტყვი ორ ფასს. წინაზე ხო ეგრე ორი ფასი, ეხა მეუბნება რომ ორი ფასი არა თქვათო. რაღაც 10 და 13-ს ვიტყვი რა და აქედან ერთ-ერთი ვეჭველი იქნება. ან შეიძლება 12 და 20 იყოს და მან წავაგო. ეგრე ნუ მეუბნები შეჭა. გადაამოწმე ამ ფასი მიდი. აბა? ერთხელაც. ვაფშე ვერ ავხედავ რა სატრიალებს ჩემი არა. აჩქო, ეს რა არის? კანგურა მარილ ისა ქუშმეში. აი მეც მან დავფიქრობ რა. პროსტა 10 თუ 12. 12 თუ 10. რა დაიღალა ხა ნერვიულობა მიდის შეჩემა. კარგი. როდის იყიდე ბოლოს? თუ არს გიყიდია? ვაფშე არა ბიჭო, ჰიმა რატომ გონია რომ ერთ პირიქით ნახევარი ფასი 6 ლარი ხეს. არა? 6 ლარი ჩვენ დავით, ჩვეულებრივი მარილი 6 ლარი ღირს. ჩვეულებრივი მარილი ღირს ლარი და რაღაც. მართლა ეს 6 ლარზე მეტი ეღირება? ეგრე ვფიქრობ რომ 16 ეღირება? 3 თუ 6? მოიცა ეს წუთი. შენ რამდენი სახი? საშუალოდ მეტი უნდა გამოყარა. რამდენი? 12. დავით, შენ რამდენს ფიქრობ დაახლოებით? 12-სა 8. 10 გამოდის საშუალო ფასი. მაგრამ არა ბიჭო, 6 ლარზე მეტი რატო უნდა ღირდეს? ან ხო და ორი რაღაცა მახსოვს. ან 6 უნდა ღირდეს, ან 16. დავით, რომელი ვთქვა? არჩი. 6 თქვა თუ 16, დავით. მე დავაკრა. არ დაგა, იმენა არ დაგა. არა, 6 ვთქვა თუ 16. გაი. კილოიანია. 400 გრამიანია. აუ ის ნახე რა, იცის ფასი ხა იმან ხო. 6 და 50. რა? 6 და 50 დავფიქსირე? 16 და 50. 6 და 50 კი არა. 6 და 50 დავფიქსირე. არა, ეს 16. ტელეფონზე და. გახსენ ტელეფონი. რა? ეს რა? მოიგო მაყურებელმა. რა ხარა? მოიგო მაყურებელმა. ეს მეუბნება 16 შეჩება. მოყალევდი შეჭო. რა? სტენილი ყავ. რა არის? მოიგო მაყურებელმა. მოიც რატომ მოიგო მაყურებელმა? მოიც რატომ მოიგო მაყურებელმა ეს? ჰა? მაყურებელს აუხსნი რა მოხდა? რა 16-ს არ მეუბნება ერთ ეს რა? რამდენი მითხარი შე? 16 და 50 არ მითხარი. ეხა მოხდა ესეთი რაღაცა რა. მართლა? მახარამ ზუსტად და სოფასი. აუ, დავით. მერე შევამოწმე დავითას ჩვენი ოპერატორის ტელეფონი, გავახსნევინე, ანლოკი გავაკეთებინე და პირველივე ეტაპი რაც გაიხსნა იყო გუდვილის ფასები და ზუსტად მარილის სექციაზე. ასე რომ გათამაშდება კომენტარებში ეს 500 ლარი გილოცავ. მოიცა ეს წუთი, არ უთქავს. არა, ეს წუთი, არა, აჩქე ხა ძალიან დიდი საუბარი გველოდება ჩვენ წინ. ძალიან დიდი საუბარი, მომისმენ. არა.
დავითამ იქნება თავისი ნახა ფასი. და მე 16-ზე მითხრა რომ მეტი ეგრებაო. დავითა, მომისმინე, აუ ბიჭო, აი ნერვები მეშლება, რა როცა არ მისმინე. ეხლა მომისმინე ეპიზოდში. ეს დავითა მეუბნეოდა რომ 6 ეგრე იაფი არ ეგრებაო. ვიდეოში ისმის რომ 16 უფრო მგონია ოიძახის. აუ ეხა იდეალურია ეს ტიპი. აბა? სათვალე რო კეთებოდა. ამის ვიდეოს დავიდა ხოდი ზუსტად აი. შენ რა გონია რომ მიკარნა ხა ბიჭო? ჰა? მოიც შენ რა გონია რომ მიკარნა ხა? არა ბიჭო, არაფერი უთქვამს. 16 ლარს მეუბნეოდა მეთქი ბიჭო. როგორ გათამაშეთ? ყალენ როგორც გენ შენ გაათამაშე, იმიტომ რომ მე ეს არ წამიგია რა. იმენა არ წამიგია. რაღაცებს ზახის დავითას თვითონ ნახა მარილი. დავითამ თვითონ ნახა რაღაცა მარილი და შენ განახობდაო ეს ახლა იძახის დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. ეგ რატო არის დავითამ რო ფასი ნახა ეგ დამამტკიცებელია? ჰა? ჩვენი ოპერატორის ტელეფონი ზუსტად აი ეს. აი. არა, იქნება. იმიტომ მეუბნეოდა შეჩემა შემეშვიო. იმიტომ მეუბნეოდა რომ შემეშვიო, ბიჭო. ფოკუსი გასწორე ამაზე. აუ რა მისვენს, როგორ ნერვები მეშლება. всё, გასაგები. იმიტომ მეუბნეოდა რომ შემეშვიო ფასებზე, გაიგე? არა მეთქი არ უთქვამს არაფერი ახლა რა. შენს მე მგონი მაყურებელს მოიგებს შენს ნასიამოვნები. აუ დავით რატო ნახე ძმაო რის გამო წამაგებინე რა. ნახა პროსტა ფასი შეჩემა რა. დღეს მე იმენა დავიჩაგრე. რამდენი რაღაცა მიგაქვს შეჩემა. გააჯვი. რამდენი გადავიხადე ჯამში რა. აუ რავი 350 ლარი. კაი, თუ ფასი გამოვიცანი? ფასი თუ გამოვიცანი? 1 ლარის ხო გამიცანი ჩაკ. ერთი 5 მაინც მომეც შეჩემა. 253. ტაში 263 აუ, გააჯვი. ეგრე იძახდი ფასებს და იმიტომ გამოვიცანი. გადაცემიდან დავსაჩუქდი მე ჰიმალაის მარილით, ნუთელას კარაკით, რძიან პურს არ წავიღებ. მაკარონს წავიღებ, ყველი არ გინდათ? ყველიც მიმაკიდია. 40 კილი, კაი, ანასტასია არ არის, თავზე გადამამტრო და ამებს იწაი. კომენტარში დაწერეთ ყველაზე სასაცილო შეფასება ჩემი, რომ აი როგორ ვერ გამოვიცანი ეს ფასები, ესა, აი მაგალითად, ესა ძმაო მილიონერი არის, ეს არის ყველაზე მდაბიო შეფასება ალბათ, ეს ვერ მოიგებს 500 ლარს. მაგრამ ვინც დაწერთ ესეთ ფრაზას, არ ვიცი ამას რა დავარქვა, შეფასება არის, აი სასაცილო შეფასებას, რომ რატო ვერ გამოვიცანი ფასები, მიკერძოებული მეთოდით ავირჩევთ ადამიანს და მოვაგებინებთ ყველას 250 ლარს ორ ადამიანს. შემდეგ ვიდეოში გამოვავლენ ამას. όν მე უნდა გამეცნიოს, არავის არ უნდა გაიცნო, მე უნდა გამეცნიოს, სუბიექტური ვიქნები მე. მაგრამ უნდა მომეკო ძმა, აი დავითა, რატო ეძებდით, კაცმა თავისთვის ფასი ნახა, ჩემი კარგი და აროჩე რა, ჩავიდო დროზე. მომეცი პარკი ესე უნდა ავიღო, წავიღო. ჩაი უნდა წავიღო. ჩაი მიყვარს, მარის მოყვა, მაგრამ რძიანი პური რა არის.